Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც არის ნათლის ღება, იესო ქრისტეს ნათლის ღება მდინარე იორდანეზე. ძალიან საინტერესო თემაა, ჩემო კარგებო. ასევე ვინც აღნიშნავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ჩემო კარგებო. თუმცა ეს არ არის ბიბლიური დღესასწაული, ეს უბრალოდ ხალხმა მორწმუნეებმა აქციეს ეს ბიბლიურ დღესასწაულად. ჩემო კარგებო, მაგრამ ამაშიც უც არ ვხედავ, თუ ჩვენ აღვნიშნავთ ამას, ჩვენ როგორც ქრისტიანები აღვნიშნავთ ამას ნათლ, მაგრამ მე დღეს მე მინდა გესაუბრო ზუსტად ნათლობის იესო ქრისტეს ნათლის ღების დაფარულ ებრაულ ფესვზე, რომელიც ძალიან ბევრმა არის ეს სამწუხაროდ. სამწუხაროდ ძალიან ბევრს გონია, როდესაც იესო ქრისტე მოინათლა, ამით იესო ქრისტე გაქრისტიანდა. ეს ასე არა, ჩემო კარგებო. ნათლობაც არც იოანე ნათლისმცემელსაც მოუტანია ნათლობა ჰაერიდან. ეს ღრმა ებრაული ფესვების ტრადიცია და მოდის ჩემო კარგებო. რომელსაც მე დღეს გესაუბრებ და მათე სახარების მესამე თავი თუ გინდა ჩვენ სწორად გავიგოთ, თუ ჩვენ ეს კონტექსტი გვეცოდინება, ყველაფერი ჩვენ გავიგებთ მათე სახარების ამ მონაკვეთს, ამ პასაჟს, თუ რატომ მოვიდა იესო ქრისტე მოსანათლად, თუ რატომ ნათლობდა იოანე ნათლისმცემელი და რას ნიშნავდა ყველაფერი იქ, რაც მოხდა მდინარე იორდანეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემო კარგებო, რომ ჩვენ გვესმოდეს. მაშა ასე დავიწყოთ. პირველი რაც უნდა ჩვენ ვთქვათ, ეს არის ნათლობა არ გაჩენილა ცარიელ ადგილზე. და რაც მთავარია, ჩვენ ვთქვით, რომ იესო ქრისტეს ნათლობა ეს არ ნიშნავს იესო ქრისტე გაქრისტიანდა, როგორც ეს ძალიან ბევრს გონია სამწუხაროდ. ებრაულ სამყაროში წყალი სიცოცხლის და სულიერი ტრანსფორმაციის სიმბოლოა. მიქვე სარიტუალო აუზში ჩასვლა ნიშნავდა ძველი სტატუსის დატოვებას და ახალ ადამიანის დაბადებას. ნათლობა ჩემო კარგებო, ძველ აღთქმაში, აი რასაც მიქვა ქვია, განბანვა ქვია, ეწოდება ტვილა. ტვილა ნიშნავს ჩაფლობას. თლიანად, არა წყალის გადასხმას თავზე, როგორც დღეს აკეთებენ სამწუხაროდ ზოგიერთები, მე არ უძახი ამას ნათლობას, არამედ ნათლობა ნიშნავს გამდინარე წყალში შთაფლობას, თავიდან ბოლომდე შთაფლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ ითვალისწინებს. და მე მომხრე ვარ, ადამიანი უნდა მოინათლოს გამდინარე წყალში ყოველთვის, არც ვანაში, ასე ვთქვათ, ბასინში შეიძლება, ბასინი, რომელსაც აქვს გამდინარეს ფუნქცია, რომელიც ივსება და იღვრება და იცლება და ივსება. ასეთ აუზში კი ბატონო არ არის პრობლემა, ასეთ აუზში განბანით, რომ მიქვა ეგეთივე აუზებია, რომელიც შემდეგ მეორე ტაძრის ეპოქაში ძალიან პოპულარული იყო იერუსალიმში, რადგანაც იერუსალიმში ასვლაზე, ტაძარში ასვლამდე ასასვლელად როცა ავიოდა ებრაელი ადამიანი, ტაძარში ვერ შევიდოდა თუ ის რიტუალურ განბანვას არ გააკეთა. ამ მიქვაში არ ჩავიდოდა. ის როდესაც ჩადიოდა მიქვაში, მას აძლევდნენ ახალ თეთრ ტანსაცმელს და ამ თეთრ ტანსაცმელით ის უკვე შედიოდა ტაძარში. მანამდე ის ვერანაირად ვერ შევიდოდა ტაძარში. ეს არის ისაც ებრაულ ტრადიციას ახასიათებს ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვესმოდეს. რა არის? ეხლა მოდი გავცეთ კითხვაზე პასუხი, რატომ მაინც მდინარე იორდანეში მოხდა ეს ყველაფერი? ძალიან საინტერესო სიტყვა ებრაული სიტყვა იორდანე, რომელიც მოდის იარდენ, ებრაული იარდენ, რაც მოდის ფესვა იარად, იარად ნიშნავს დაშვებას, ჩემო კარგებო. ზემოდან დაშვებას. ეს სიმბოლიზებს ორ რამეს, ჩემო კარგებო. პირველი ეს არის ის, რომ იესო ქრისტე ღმერთი დაეშვა ზემოთ. ჩამოვიდა ზეციდან დაეშვა და მიიღო ადამიანის სხეული. მან დატოვა ზეცა, რათა გამხდარიყო ადამიანი, ჩვენს გვერდში ყოფილიყო. მეორე რასაც სიმბოლიზებს, ადამიანმა უნდა ჩაფლოს თავისი სიამაყე, თავისი სიამაყე უნდა დატოვოს მდინარე იორდანეში. მეორე რაც მნიშვნელოვანია, რატომ ადამიანს მდინარე იორდანე ებრაულ ტრადიციაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ჩემო კარგებო. ეს პირველი, რომ ეს არის საწყისი კარიბჭე, გზა, ისტორიული კარიბჭე. სწორედ აქედან შევიდა ებრაელები აღთქმულ მიწაზე ისრაელში. იეშუა ბენ-ნუნის წინში ვკითხულობთ ჩვენ, როდესაც იეშუა ბენ-ნუნი შევიდა ქანაანში, სანამ დაიყრობდა
მან მდინარე იორდანი გაიარა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ახალი საწყისის სიმბოლო, ჩემო კარგებო. და ამიტომაც იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ჩვენ ხედავთ, რომ იწყებს მდინარე იორდანესთან ნათლავს ხალხს, ეს არის ის, რომ დაუბრუნდით, მოდის მესია და მოემზადეთ ახალი ცხოვრების დასაწყებად, ახალი ეპოქის დასაწყებად, ჩემო კარგებო. ამას ნიშნავს ეს, ჩემო კარგებო. მოდი ვნახოთ ახლა იოანე რატო გამოიყურებოდა ასე უცნაურად, რატო იყო ის მაინდა-მაინც აკლემის ბეწვიეცო და ტყავის სარტყელი რატო ქონდა და რატო იყო ის მაინდა-მაინც მდინარე იორდანეში ნათლავდა. ჩვენ ვთქვით, რომ იორდანი ნიშნავს მოდნაცემას, დაშვებას, ასევე ნიშნავს ახალი საწყის, მაგრამ იოანესთან იმ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ეს. ჩვენ ვიცით, რომ იოანე ნათლისმცემელი სიმბოლიზებდა ელიას წინასწარმეტყველს და ებრაული ტრადიცია გვასწავლის, რომ იოანე ნათლისმცემელი ელია წინასწარმეტყველი უნდა მოსულიყო მესიამდე. ადრე ის მოამზადებდა მესიის მოსასვლელ გზას და ჩვენ ვიცით ახალი აღთქმის წიგნიდან, რომ იოანე ნათლისმცემელმა მოამზადა ხმა ისა გზა მესიის შესახვედრად. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ელია წინასწარმეტყველი, ჩემო კარგებო, ღმერთს შეხვდა, ანუ ატაცება ელია წინასწარმეტყველის მოხდა მდინარე იორდანესზე. იცოდით ეს თქვენ? შეიძლება რა თქმა უნდა იცოდე, მაგრამ უბრალოდ ალბათ არ დაგვირებიხართ. მე ღრმად ვსწამს თქვენ იცით ელიასზე ძალიან ბევრი რამე. მაშასე, პირველი სიმბოლო, რომელიც ჩვენ გვეუბნება, რომ რატო ნათლავდა იოანე ნათლისმცემელი მდინარე იორდანესზე, ეს არის, რომ ის იყო, რომ ვთქვათ, ელიას სულით მოსული პიროვნება, რომელიც გზას უმზადებდა მესიის შესახვედრად. ეს იყო ადგილი, საწყისი, სადაც ელია ატაცებული იქნა ღმერთთან შეხვედრის ადგილი და ეს არის ადგილი, სადაც იოანე შეხვდება მესიას. მეორე რაც მიუთითებს ელიას და ელისეს და ელია წინასწარმეტყველს და იოანეს, ეს არის აკლემის ბეწვი. მეორე მეფეთა წიგნში ჩვენ გითხრობთ, რომ იოანე ელია წინასწარმეტყველი საკმაოდ ბეწვიანი კაცი იყო. ეს აკლემის ტყავზე, რომელიც მას ჰქონდა, ეს მიანიშნებდა, რომ იოანე ნათლისმცემელიც მარტო ასკეტიკი არ იყო. მარტო ასკეტიზმი არ მიანიშნებს, არამედ მიანიშნებს იმაზე, რომ სიმბოლურად, რა თქმა უნდა, მიანიშნებს, რომ ის ელიას სულის მატარებელი არის. ტყავის სარტყელის იყო მუდამ მზად. ჩემო კარგებო, რომ მუდამ მზად იყო ისო ემსახუროდა უფლისათვის, როგორც ელია იყო მუდამ მზად და სულ უდაბნოში იმალებოდა ელია. ასევე იოანეს იყო უდაბნოში მსახურება, ის იყო ხმა უდაბნოსა. როგორც ელია წინასწარმეტყველი იყო ხმა უდაბნოში, ასევე იყო იოანე ნათლისმცემელიც ხმა უდაბნოში, რომელიც ამზადებდა გზას მესიის შესახვედრად. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რა ჩემო კარგებო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეს, რატო ეცვა იოანეს ასე. და მოდი მივიდეთ მესამე შეკითხვა დავსვათ, რას ნიშნავს, როდესაც იესო ქრისტე მიდის იოანესთან და ეუბნება და ესე გმართებს ყოველივე სამართლიანობის აღსრულებას. ესაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ჩვენ მინდა რომ კარგად გავშალოთ, ჩემო კარგებო. რომ ჩვენ გვესმოდეს, რომ იესოს ნათლობა რატო დაჭირდა. ჩვენ შევთანხმდით იმას, რომ იესოს ნათლობა როგორც ცოდვილ ადამიანს არ ჭირდებოდა, რადგან იესო უცოდველი იყო. მისი მსხვერპლი იყო უცოდველი. მაგრამ იესოს ნათლობა ჭირდებოდა როგორც მღვდელმთავარს, რჯულის მიხედვით. მე გითხარით, რომ რჯულის მიხედვით მღვდელმსახურებას იწყებდა 30 წლის ასაკში. და რადგანაც იესო ქრისტე მღვდელმთავარია მელქისედეკის წესით, აქედან გამომდინარე, მას ჭირდებოდა შთაფლობა, მღვდელმთავრობა, ჩემო კარგებო, ისე ეს ახალი ცხოვრების დაწყება, როდესაც მღვდელი უკვე 30 წელს ხდებოდა და მას იჭირდა მღვდელმთავრად, ის იწყებდა ახალ ეტაპს ცხოვრებაში. ეს ამის ნიშანია, ჩემო კარგებო, რომ ჩვენ გვესმოდეს. ყველა მღვდელმთავარი სანამ მღვდელმსახურებას დაიდგებდა, ის გადიოდა ტვილა, ანუ ბაპტიზმ, ანუ განბანვა, რასაც ქვია. ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ კი არ ჭირდებოდა განბანვა, არამედ ეს სიმბოლიზებს, რომ ის იწყებს ახალ მსახურებას. და იესო ქრისტეს მსახურება, ეს ახალი მსახურება, ის ხო აშამია მსხვერპლი, რომელიც ნებაყოფლობითი მსხვერპლი, რომელიც ჩანაცვლების მსხვერპლია. ამაზე მერე ვისაუბრებთ, მე მაქვს გეგმაში ვილაპარაკო ესაიას 53 თავი გავშალო მთლიანად. მე ძალიან მნიშვნელოვანი ზმნებზე ვილაპარაკო.
მაგრამ აი ახლა ჩვენ ვაპარაკობთ იესო ქრისტეზე როგორც მღვდელი მთავარზე. მღვდელი მთავარი რომელსაც ჭირდებოდა განბანვა იმ გაგებით რომ ის იწყებს ახალ მისიას, შეუდგა ახალ მისიას. მეორე ეს მიზეზი რატოც იესოს საჭირდა ნათლობა და რაც ნიშნავს და ყოველ სიმართლეს აღსრულება, ეს ნიშნავს რომ იესო ქრისტე ამ ქმედებით მიუთითებს რომ მე ხალხის გვერდი ვარ. ხალხს რომელსაც ჭირდებოდა ამ გზის გავლა რათა ღმერთთან მისულიყო, იესომაც ეს გზა გაიარა და დაანახა ხალხს რომ ეს გზა რომელიც მე ვარ, ეს არის ერთ-ერთი გზა რომელიც ღმერთთან მიგიყვათ. ანუ იესო ქრისტემ იდენტიფიცირება გააკეთა ხალხთან, ის არ განაშორდა ხალხს, არ თქვა რომ მე ხალხზე მეტი ვარ, მე არ მჭირდება ეს, არამედ მან გააკეთა ის, რაცაც უბრალო ხალხს ჭირდებოდა. და ამით თქვა მე თქვენთან ვარ, ყველა დაცემულო, ყველა გაჭირვებულო, ყველა ავადმყოფო ადამიანი, მე თქვენთან ვარ, თქვენს გვერდით ვარ. მე მოვედი თქვენთან, რათა თქვენ ღმერთთან მიგიყვანოთ. ეს არის მეორე ნიშნულობა თუ რატომ ვინათლა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი იუდაიზმში არის ესეთი ტრადიცია, როდესაც მოწაფე ამთავრებს შემოკარგებო თავის მოღვაწეობას, სწავლა, განათლებას და ის უკვე შემდგარი იწყებს რაბინულ ცხოვრებას, ანუ მასწავლებლ ცხოვრებას, ის გადის ასევე თვილას, რომელიც შემოკარგებო ნიშნავს ფიცს, დადებას, რომ ის იქნება ერთგული თავისი მასწავლებლის სწავლების გამგრძელებელი. ერთგული იქნება იმ გზისა, რომელსაც თავისი მასწავლებელი ასწავლიდა და ის გააგრძელებს ერთგულად. ანუ ის გადასცემს იმ სწავლებას, რაც მან მიიღო მასწავლებელისაგან. ამ გზის, ანუ მოწაფე ნიშნავდა, ამ რაბინს ნიშნავდა, ეს ფიცი ნიშნავდა, რომ არა მე ჩემ რაღაცა იდეებს ვასწავლი, რაღაც ამ ჩემ ფანტაზიებს, ამ ჩემ რამეს. არამედ მე ერთგულად ვასწავლი იმას, რაც მე ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა და როგორ გამოვიყენე მე ის ჩემ პრაქტიკაში, შემდეგ იმას გადავცემ ერთგულად სხვებს. ასეა იესო ქრისტე. იესო ქრისტემ ამით მიუთითა, რომ მე არ მოვსულ ვარ ჩემი ნების აღსასრულებლად, არამედ მოვედი ჩემი მამის სწავლების გადასაცემად, რომელიც არის რჯული, შემოკარგებო, იესო ქრისტე რომს, გონიათ რომ რჯულის გასაუქმებლად მოვედი, არამედ მის გასამტკიცებლად. ეს ზუსტად ამაზე მიუთითებს, რომ იესო ქრისტე დევს ფიცს, ანუ ეს სიმბოლიზებს ფიცის დადებას, რომ მე ერთგულად გადავცემ ღმერთის სიტყვას, რომელიც იყო. მე ახალი არ მომაქვს, არამედ რომელიც იყო ამ სიტყვას გადავცემ სიტყვა სიტყვით. ერთგულად, ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდე. ეს სამი მიზეზი არის და ნიშნავს დაესე გმართებს ყოველივე სამართლიანობის აღსრულებას. ამას ნიშნავს და იოანე ნათლისმცემელმა ეს გაიგო. ამიტომაც დაუშვა იესო ქრისტე ნათლობას და მიუშვა. და მივედით მეოთხე ეტაპაზე, მეოთხე კითხვაზე, რომელიც ჩვენ უნდა გავცეთ, ეს არის მტრედი და ზეციური ხმა. რას ნიშნავს ეს მტრედი და ზეციური ხმა, შემოკარგებო? ესეც ებრაულ ტრადიციაში, რომ ჩვენ გავიმოსკროთ. რომ ჩვენ ვესმოდეს. პირველი კავშირი მტრედისა, ეს არის კავშირი ნოესთან, შემოკარგებო, ნოეს ამბავთან, არამედ თქვენ იცით, რომ როდესაც წარღვნა დამთავრდა, მტრედმა მოიტანა ზეთის ხილი ნოეს პირში და ეს ნიშნავდა, რომ ღმერთის რისხვა დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ ახალი იწყება, წყალობის ეპოქა იწყება, შეწყალება იწყება, პატიება იწყება, დაიწყო. ანუ მტრედი სიმბოლიზირებდა ახალის დაწყებას. ახალი რომ მესია მოვიდა. ეს ნიშნავდა, რომ იოანე ნათლისმცემელის მისია დასრულდა, ძველი აღთქმის მისია იმ გაგებით დასრულდა, რომ ის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მან მოამზადა მესიის შესახვედრად, ის უკვე დასრულდა და იწყება ახალი. აი ამას სიმბოლიზებდა ის მტრედი შემოკარგება. ეს ერთი მნიშვნელობა. მეორე მნიშვნელობა შემოკარგება, რომ მტრედი იყო ერთადერთი ფრინველი, რომელიც სამსხვერპლო ფრინველი იყო ყველა ღარიბი ხალხისათვის. ანუ თქვენ იცით რომ რჯულის მიხედვით მტრედი შეიძლება მოეტანა ყველა მდიდარ და შეძლებულ ადამიანს შეიძლება მოეტანა თიკანი, ხარი,
ვაცი, მაგრამ ტრედი მოქონდა ყოველთვის ყველაზე გაჭირებულ ადამიანებს. აი ეს იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტე ყველა გაჭირებული ადამიანის გვერდითაა. მან მოიტანა მშვიდობა ნოეს შემთხვევაში, ასევე მშვიდობა მოაქვს ყველა გაჭირებულ ადამიანს, შეჭირებულ ადამიანებს. ამის ნიშნულობა, ამას სიმბოლიზებს შემოკარგებო ეს მტრედი. მესამე რაც მტრედის არის შემოკარგებო, ჩვენ მესიანური კავშირი. როდესაც სულიწმინდა მტრედის სახით ეშვება იესოს, ეს არის ღვთისგან ცხადება. ომი კაცობრიობასთან დასრულდა, მოდის მშვიდობის ეპოქა, მესია არის მშვიდობა, შალომის მომტანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ებრაულ ლიტერატურაში შემოკარგებო მტრედი არის შედარებული ისრაელის სულთან. მაგალითად, ქებათა წიგნებში ჩვენ ხედავთ ისრაელის შედარებული მტრედთან. მტრედი არის ერთგული ფრინველი, რომელსაც არასოდეს ტოვებს თავის მეწყვილეს. როდესაც სულიწმინდა მტრედის სახით ეშვება იესოზე, ეს მიანიშნავს, რომ იესო არის ისრაელის განსახიერება. ის არის იდეალური ისრაელი, რომელიც სრულყოფილად ასრულებს ღვთის ნებას და თქვენი სახელი ისრაელი ნიშნავს ღმერთის ნების გამტარებელს. ეს არ ნიშნავს ღმერთთან მებრძოლეს, როგორც ბევრს გონია, არამედ ეს ნიშნავს ღმერთის ნების გამტარებელი შემოკარგება. და აგრეთვე მესამე პარალელი, რომელიც რატომ ტრედის სახით მოდის, ებრაულ თორაში პირველ მუხლებში ვკითხულობ და სული ღვთისა იწოდა, დაფარფატებდა წყლებს ზემოთ. დაბადების 1:2 წერია. ებრაული კომენტარები თალმუდში დაფარფატებას ხშირად შედარებულია მტრედის ფრენასთან შემოკარგება, რომელიც თავის ბუდეს დასტრიალებს. სიმბოლიკა იესოს ნათლობას სულიწმინდის მტრედის სახით გამოჩენ ნიშნავს ახალ შემოქმედებას, როგორც პირველი შემოქმედების სული ტრიალებს და წყალზე, ახლა სული ტრიალებს იორდანის წყლებზე, რათა დაიწყოს ადამიანის სულიერი ხელახლა დაბადება შემოკარგება. ძალიან საოცარი რამეა რა. სულიწმინდის მტრედის სახით გამოჩენა ხალხს უსვამს იესოს ბუნებას. ის არის შემოკარგებო ღვთისთქმული მსხვერპლი, რომელიც მოდის არა ძალადობით, არამედ თავგანწირვით. შევაჯამოთ ახლა ეს მტრედი რას ნიშნავს ყველაფერს. ებრაელი თვითმხედველობა, როდესაც ებრაელი ხედავდა მტრედს, რას სიმბოლიზებდა ეს ყველაფერი. პირველი ეს სიმბოლიზებდა მშვიდობა ნოესთან ამავე, ახალი საწყისი როგორც სამყაროს გაჩენისა და ღვთისმშობლობა როგორც ისრაელის სიმბოლო. ამით იკვრება სწორედ შემოკარგებო. იარე დაშვება, აკლემის ბეწვი წინასწარმეტყველების აღსრულება და მტრედი ღვთის მშვიდობა. საინტერესოა იესო ქრისტეს სახელი ებრაულად იეშუა ხსნას. მთელი ეს რიტუალი იყო იმის საჯარო ჩვენება თუ როგორ მოდის ეს ხსნა სამყაროში შემოკარგება. აი ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ძალიან მოკლედ თქვენთვის შემოკარგებო. ნათლისღებას გილოცავთ, ვინც აღნიშნავთ კიდევ ერთხელ შემოკარგებო და იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ და ეს სიმბოლიზმი, რომელიც არის იესოს ნათლობასთან დაკავშირებით, დღეს უფრო კარგად გაიგეთ და მიხვდით, რომ ეს ნათლობა არ არის ქრისტიანების გამოგონილი, არამედ ამას აქვს ღრმა ებრაული ბიბლიური ფესვებით შემოკარგება ყველაფერს. და ეს იყო წინასწარმეტყველების ასრულება. თავისთავად შემოკარგება. მაშასე გილოცავთ შემოკარგებო ამ დღესასწაულს, გთხოვთ ილოცოთ ჩვენ არხზე. აუცილებლად გააზიარეთ ეს ვიდეო შემოკარგებო, რომ აუცილებლად მოიწონეთ, აუცილებლად დააკომენტარეთ და ვისაც ფინანსურად გინდა ჩვენ გვერდში დგომა, ჩვენი საბანკო რეკვიზიტები ყველა ვიდეოს ქვემოთ არის. ასევე ჩვენ გვაქვს QR კოდი, რომელსაც ჩვენ ვდებთ, ვიდეოს ბოლოში ვდებთ, ხან ზოგჯერ თავში ვდებთ. ეს QR კოდი შეგიძლიათ დაასკანიროთ და გადახვიდეთ პირდაპირ KISA-G-ზე. და KISA-G-ზე შეგიძლიათ დონაცია გააკეთოთ და აგრეთვე დასვათ შეკითხვა. თუ რამე შეკითხვა გააქვთ ბიბლიასთან დაკავშირებით, KISA-G გაძებთ ამის საშუალებას. დაასკანიროთ, გადახვათ პირდაპირ ჩემ იმაზე, დონაციასაც გააკეთებ და შეკითხვასაც დასვამ და მე გპირდებით, რომ ცალკე ვიდეოს თქვენ კითხვაზე გავაკეთებ, განვიხილავ და ცალკე ვიდეოთი გიპასუხებ თქვენ კითხვაზე შემოკარგებო. ეხლა ვამზადებ კიდევ ერთ კითხვაზე, რომელიც ჩემმა ახლობელმა დონაციის სახით გააკეთა ამ KISA-G-ზე და დამისვა KISA-G-ზე შეკითხვა, აუცილებლად ამ დღეებში მე გავაკეთებ ვიდეოს და პასუხს გავცემ ამას. ასე რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ილოცეთ ჩვენზე და ილოცეთ დედაჩემის ჯანმრთელობაზე ძალიან გთხოვთ.
რომ მალე დაძლიოს თავისი სნეულება და მეც მალე დავბრუნდეთ ჩვეულ რიტმში, რადგანაც მეც ოჯახი მყავს სარჩელი. მაშასე, მადლობა ყურადღებისათვის, გაგრძელება იქნება.